მოგესალმებით, მე ვარ მარიკა სარჯველაძე და ეს არის ჩემი საავტორო გადაცემა. დღეს ვისაუბრებთ დემოკრატიასა და დემოკრატიის პროცესებზე. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ საქართველო მიიღო უნიკალური შანსი გამხდარიყო დემოკრატიული ქვეყანა. თუმცა აქ გადის ზღვარი ავტორიტარიზმსა და დემოკრატიას შორის. დაიწყო ომები, შიდა პარტიული დაპირისპირებები, ძალაუფლების გაყოფის მცდელობები. ამ თემაზე სასაუბროთ დღეს არის ჩვენი სტუმარი ნიკოლოზ ბეშკენაძე, YouTube არხის დამფუძნებელი, პოლიტიკური ცხოველი. მოგესალმებით, ძვირფასო გამომწერებო და პოტენციური გამომწერებო, როგორც ხედავთ, ჩემი პირველი გასვლითი ტურია, ძალიან მიხარია. მადლობა ქალბატონ მარიკას და დღეს როგორც მან თქვა, ვისაუბრებთ დემოკრატიზაციაზე, ასე რომ ვთქვათ. ახლა მოკლედ რომ შევეხო ზოგადად რა არის დემოკრატია და დემოკრატიზაცია. პირველ რიგში დემოკრატია აღიქმება როგორც აბსოლუტური ულტიმატური ღირებულება. მაგრამ ეს ასე არ არის. დემოკრატია არის ძალიან მრავალფეროვანი რაღაც. აი ახსენა ავტორიტარიზმი და დემოკრატიულობა, ხო? ეს არის ორი დუალისტური მხარე, რომლის შორისაც უნდა აითვისო თავისუფალი სივრცე. რაც უფრო ახლოს ხარ დემოკრატიასთან, მით უფრო დემოკრატიული ხარ. რაც უფრო ახლოს ხარ ავტორიტარიზმთან, მით უფრო ავტორიტარული ხარ. ეს ძალიან მარტივი ლოგიკაა. და სწორედ ეს ქმნის აი ამ ფართო სპექტრს, რაც არის ზოგადად დემოკრატიის სახეები. ჩვენ საქართველოში ახმა გვაქვს ასეთი რომ როდესაც ადამიანები დადიან არჩევნებზე, ეს უკვე დემოკრატიაა, მაგრამ დემოკრატია იზომება ხარისხობრივად, როგორც უკვე ვახსენე. არსებობს დასავლური დემოკრატია, აღმოსავლური დემოკრატიები, ასე შემდეგ და ასე შემდეგ, მაგრამ რომ ჩავშალოთ თვითონ დასავლურ დემოკრატიაშიც კი, რომელიც ჩვენ ძალიან გვიყვარს და ძალიან ბევრს უნდა რომ ისეთი ქვეყნები ვიყო, ისეთ ქვეყნებს მივემსგავსოთ, რომლებიც არიან ევროპაში, ისინიც კი განსხვავდებიან. ევროპის მთელი სილამაზე ეს არის, რომ ისინი არიან დამოუკიდებლები და განსხვავებულები ერთმანეთისგან, მაგრამ ძალიან გავნან ერთმანეთს რაში? თავისუფლების ხარისხში და ზუსტად ეს თავისუფლების ხარისხია, რაც ჩვენ გვინდა. მოდით განმარტოთ და კონკრეტულად, რომ არ არსებობს აბსოლუტური კარგი და აბსოლუტური ცუდი მმართველობის ფორმები, ვინაიდან მორგებული არის მმართველობის ფორმა საზოგადოებაზე. ასევე დავაკონკრეტოთ, რა არის ავტორიტარიზმი. დღევანდელ მდგომარეობას თუ გადავავლებთ თვალს საქართველოში, ავტორიტარიზმი არის ერთპიროვნული მმართველობა, შეიძლება ის იყოს ნამდვილად ძლიერი ჯგუფის ხელში, რომელიც უზრუნველყოფს თუნდაც იმ მცირედ საჭიროებებს, რასაც ითვალისწინებს ასევე დემოკრატიული ქვეყნები. შეიძლება ეს იყოს ჩანსაღი სასწავლო სისტემა, სამედიცინო სისტემა, მაგრამ ასევე არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ავტორიტარიზმი არის ერთპიროვნული მმართველობა, რაც გამოირიცხება დემოკრატიის დროს. რა შეგიძლიათ, რომ ამასთან ამ შემთხვევაში ზუსტად მაგას ვიტყვი, რომ არ არსებობს რაღაცა ცუდი და მოვიყვანთ თომა აქვინელის ციტატას, რომელიც რა თქმა უნდა ავტორიტარიზმს ემხრობოდა, მაგრამ საინტერესო მსჯელობა ჩამოაყალიბა. მან გამოყო მრავალთა და ერთთა მმართველობა. ანუ მრავალთა მმართველობა არის ცუდი, მაგრამ არა ყველაზე ცუდი რა. ანუ თუ მრავალთა მმართველობა არის ცუდი, ეს არ არის დამღუპელი. მაგრამ ამ შემთხვევაში შემოყავს კიდევ ერთთა მმართველობა. ერთთა მმართველობის დროს, როდესაც მმართველი არის კარგი, ამაზე უკეთესი ფორმა მმართველობის არ არსებობს და თუ მმართველი არის ცუდი, ეს არის ქვეყნისთვის დამღუპელი. ზუსტად აი ამ მსჯელობას მივყვები მე, როდესაც ვირჩევ ამ შემთხვევაში დემოკრატიას რა. იმიტომ რომ დემოკრატია არავითარ შემთხვევაში არ იქნება დამღუპელი ქვეყნისთვის. ის მუდმივად იცვლება, დემოკრატია დინამიკური პროცესია და ერგება მოთხოვნილებებს, ასე რომ ვთქვათ. და ახლა უკვე ავტორიტარიზმები რო შევადაროთ, თქვენ ახსენეთ, რომ ავტორიტარული ქვეყნები ხშირ შემთხვევაში მიდრეკილია კარგი პოლიტიკური სისტემისკენ, ანუ მაგალითად გამართული ჯანდაცვა, საგანმანათლებლო სისტემა და ასე შემდეგ და ეს შეგვიძლია ვნახოთ ჩვენ ჩინეთში. ჩინეთი არის ავტორიტარული ქვეყანა, ყოფილა რეპრესიები, ბევრი რაღაცა, მაგრამ დღეს ჩინეთი ხდება უკვე მსოფლიო მოთამაშე, ხო? მაგრამ ამავდროულად რომ გადავიდეთ აფრიკის ქვეყნებში, აი ამათ შორის ძალიან დიდი განსხვავებაა რა. აფრიკულ ქვეყნებშიც რა თქმა უნდა ავტორიტარიზმია, მაგრამ იქ ფაქტობრივად ქვეყანა არის ჩამოქცეული. ანუ უფრო აღმოსავლელი ავტორიტარები ქვეყანას აღიქვამენ როგორც საკუთარ სამფლობელოს და ცდილობენ გაამდიდრონ, გაალამაზონ. არ უნდათ ძალაუფლების დათმობა, მაგრამ ამ ქვეყნისთვის უნდათ კარგი.
ამისთვის მზად არიან ხალხიც დახოცონ, რაც ძალიან ცუდია, ეს ავტორიტარიზმის გვერდითი მოვლენა და მაგალითების მქონია. თუმცა აფრიკულ ქვეყნებში ამ შემთხვევაში ეს როგორც სამფლობელო კი არა და მამული შენი რაღაც საკუთრება, ეგრე კი არ აღიქვამენ. ესენი აღიქვამენ როგორც კერძო ფულის შოვნის საშუალებას. ანუ ყველაფერს ართმევენ თავის მოსახლეებს, ან მოქალაქეებს და მიდის ეს ყველაფერი კონკრეტულ ჯგუფებში. და ჩვენ ამ შემთხვევაში საქართველოში უფრო მეტად გავართ აფრიკულ ავტორიტარიზმს, ვიდრე აღმოსავლურ ავტორიტარიზმებს. ძალიან საინტერესო თემას შეეხეთ, ვინაიდან ზღვარი არის მცირე და ფაქტობრივად დაბლარული ავტორიტარიზმსა და დემოკრატიას შორის, რადგან განსხვავებული აზრი აღიქმება მტრულად ავტორიტარიზმის მმართველობის პერიოდში, მაგრამ ასევე განსხვავებული აზრი დემოკრატიული მმართველობის დროს შეიძლება იყოს დამაზიანებელი დემოკრატიისთვის, რადგან ეს იყოს არადემოკრატიული. აქ როგორ შეგვიძლია ბალანსი დავიცვათ? სტიუარტ მილმა თქვა ასეთი ძალიან მაგარი ფრაზა, რაც არის, რომ დემოკრატია შეიძლება გარდაიქმნეს უმრავლესობის დიქტატურაში. აი ზუსტად ეს არის, რომ აი მრავალი ადამიანი რაღაც ასაზე ჩამოყალიბდება და ყველა სხვას დევნის. დღეს საქართველოში ამას ხვდებით და დღეს უკვე გაიყო ეს ორი მხარე, ფაქტობრივად ერთმანეთს აბალანსებენ და საქართველოში დღეს უკვე ფაქტობრივად ორი ბანაკია. ორივეს ერთმანეთი ეზიზღება, რატომ არ იციან? მაგრამ იციან, რომ აი ის რომელიც მეორე ბანაკშია, ის ცუდი ადამიანია. მაგრამ ლოგიკაში არ შედიან რა. ეს არის დემოკრატიისთვის დამღუპველი. დემოკრატია საჭიროებს კულტურულ გამოცდილებას, რაც საქართველოს არ აქვს. დემოკრატიული გამოცდილება ჩვენ სულ ცოტახნით გქონდა 3-4 წელიწადი და მაგის მერე უკვე 91 წელსაც დამოუკიდებლობა მოვიპოვეთ. მაგ დროს უკვე დემოკრატიაზე საუბარი ზედმეტია, კარგად ვიცით რა ხდებოდა, ომები, გადატრიალებები, ერთმანეთის ხოცვა, ძმათამკვლელი ომი და ასე შემდეგ. ეს საქართველოს პოლიტიკურ კულტურაზე ძალიან მძიმე იარას ტოვებს და აი ამისი ჩამორეცხვა არის ძალიან რთული. შევეხებით პუტჩის თემას, მაგრამ ასევე ჯერ მოვუბრუნდეთ დემოკრატიის სახეებს. რა ხდება მაშინ, როდესაც კომპრომისი აღიქმება სისუსტედ? დემოკრატიის დროს უმთავრესი არის კომპრომისი, მოლაპარაკება, მაგრამ ასევე დამაზიანებელი არის დემოკრატიული პროცესებისთვის. აქვე მეორე მხარეც გვაქვს მხარე, დავუშვათ მხარე, რომელიც ეწინააღმდეგება დემოკრატიას, მაგრამ მოქმედებს დემოკრატიის სახელით. სად დავიცვათ ეს ზღვარი? მოდით მაგალითისთვის მოვიყვანოთ დღევანდელი ქართული რეალობა, როდესაც გვაქვს ორი ურთიერთდაპირისპირებული მხარე, ერთი მხარე, რომელიც დემოკრატიის სახელით კრძალავს საწინააღმდეგო აზრს და მეორე მხარე, რომელიც დემოკრატიის სახელით მოითხოვს ძალადობრივ პროცესებს. როგორ შეგვიძლია აქ დავიცვათ ბალანსი? რეალურად სიმართლე რო გითხრათ, არც ერთი დემოკრატიას არ მოითხოვს. უბრალოდ მოითხოვენ ძალაუფლების გადანაცვლებას სხვა ძალაზე. და რო დავაკვირდეთ, ანუ დღეს რომელი მხარეც იბრძვის, ასე რომ ვთქვათ, ქვეყნის გათავისუფლებისთვის, ის ძალა იყო ხელისუფლებაში. მათგან დიდი ნაწილი მაინც. ახლა უკვე ახალგაზრდები წამოიზარდნენ, უკვე მოდიან აქტიურ პოლიტიკაში, მაგრამ რაც შეეხება, მოდი ვახსენებ ნაციონალურ მოძრაობას და მათ ლიდერებს, მათ ბევრი სალაპარაკო არ აქვთ. მოდი ახლა ქრონოლოგიურად გავყვეთ, რა ხდებოდა ზოგადად ხელისუფლებათა ცვლილებების დროს. იყო თავისი კარგი, თავისი ცუდი, მაგრამ საბოლოო ჯამში მოვედით იქამდე, სადაც ჩვენ ვართ. ზოგადად, აი ასეთი მნიშვნელოვანი სტატისტიკა არსებობს, რომ საქართველოს დემოკრატიზაციის შკალაზე ჩავარდნა თითქმის არ ყოფილა არასდროს. იყო ეს პუტჩის დროს, რა თქმა უნდა, ძალადობრივი გადატრიალება მოხდა. მაგის შემდეგ მოვიდა მიხეილ სააკაშვილი ხელისუფლებაში, მაგრამ ეს მშვიდობიანი რევოლუცია იყო, ხალხის ძალით იყო, თუ რა იყო, ანუ ზოგადად დემოკრატიის ხარისხს არ დაარტყა. პირველი საგრძნობი ჩავარდნა, რაც იყო ქართულ დემოკრატიზაციაში, ეს იყო 7 ნოემბერი. ფაქტობრივად მიხეილ სააკაშვილი, რომელიცაც ძალიან დიდ პატივს სცემდნენ დასავლელი ლიდერები, მათაც კი შეშფოთება გამოთქვეს ამაზე. და სააკაშვილს მოუხდა რიგგარეშე არჩევნების ჩანიშვნა და ზუსტად ეს რიგგარეშე არჩევნები იყო ის, რამაც ამოიყვანა აი ამ ჭაობიდან საქართველო. მე ახლა არ ვამბობ იმას, რომ სააკაშვილი კარგი ადამიანი იყო, უბრალოდ სტატისტიკაზე ვსაუბრობ. მეორე დიდი ჩავარდნა ეს მოხდა ქართული ოცნების პერიოდში და დაიწყო იმ დროიდან, როდესაც შემოიღეს რუსული კანონი. ანუ რუსული კანონი, ანუ აგენტების კანონი, ასე შემდეგ და ასე შემდეგ, რაც ფაქტობრივად არასამთავრობოებს ყველა გზას უბოჭავს, რომ რაიმე შემოიტანონ დასავლური
ქვეყნებიდან. მოდიოდა დაფინანსებები და ეს დაფინანსებები ყოველთვის არ ხმარდებოდა, ყოველთვის კი არა, ძალიან მცირე წილი ხმარდებოდა, ასე რომ ვთქვათ, რაღაც ანტისახელისუფლებო ქმედებებს. პირადად ვიცი რომ ეს ყველაფერი ძირითადად ხმარდებოდა სამედიცინო ხარჯებს, განათლებას, რამდენი სკოლა ააშენეს, ქართული ოცნება დღეს თავს როდებს ეროვნულობაზე და ისტორიაზე და ასე შემდეგ. ჩვენი ეკლესიები დასავლეთმა გაარემონტა და ეს ძალიან ცუდია რო რამე. იმიტომ რომ ჩვენი კულტურა სხვა არ უნდა ავლიდეს და ეს ყველაფერი რატოა ცუდი ახლა რა? ჩვენ საკუთრების შეგრძნება აღარ გვაქვს. და რა ხდება? დღეს რო დავაკვირდეთ დინამიკას უშუალოდ, უფრო მეტი სოციალური რეფორმა ტარდება ქართული ოცნების მხრიდან. ანუ ხალხი ხო ძალიან დიდი ნაწილი უკვე სოციალურ დახმარებებზე შეჯდა და აი ეს სოციალურ დახმარების მიმღები პირები უკვე ფაქტობრივად პარტაქტივია. იმიტომ რომ მათ იციან რომ ნებისმიერ დროს შეიძლება დაკარგონ ეს ყველაფერი. რაც დემოკრატიზაციას ცუდად აისახება. და ჩვენ არა მარტო ხალხი გვყავს სოციალურად დაუცველი, ჩვენ ქვეყანა ვაქციეთ სოციალურად დაუცველად. ჩვენი ზოგადად ეკონომიკა დგას საგარეო ვალზე, ან დახმარებებზე, ან რაღაც ამდაგვარზე. და ახლაც რო შევეხოთ ფაქტობრივად ძალიან ცუდ შეთანხმებას ვაფორმებთ არაბულ კომპანიასთან, რომელსაც შემოაქვს ფული. მართალია, მაგრამ ქვეყანაში ყველაფერი ფული არ არის, ხო? ეს მიწა, სადაც ეს ხალხი დასახლდება, შექმნის ძალიან დიდ პრობლემებს. ჯერ დიდი მიწაა, მერე ბევრი უცხოტომელი ჩამოდის, ასე რომ ვთქვათ. და ჯერ ისედაც აჭრელებული საქართველოს მოსახლეობა უფრო მეტად აჭრელდება, რაც არ აისახება კარგად პოლიტიკურ მდგომარეობაზე. ჩვენ მოგვიწევს მერე ისინი, რომ ნატურალიზაცია მოვახდინოთ მათი ჩვენს ერში და ასე შემდეგ. რაც ძალიან მძიმე, მტკივნეული და ხანგრძლივი პროცესია. ერთადერთი შემთხვევა, როდესაც უცხო ერის ნატურალიზაცია მოხდა საქართველოში, ყოველგვარი გართულებების გარეშე, ეს იყო დავით აღმაშენებელის ეპოქა, ეს იყო კაცი გენიოსი, იმიტომ რომ და ხშირ შემთხვევაში ამას არც ახსენებენ ხოლმე, არადა ძალიან სასწაული რეფორმა, იმიტომ რომ შენ ჩამოასახლა 40,000 ოჯახი და თან არანაირი ეროვნული ეთნიკური კონფლიქტი არ გაჩაღდეს ქვეყანაში. ეს სასწაულია. მაგრამ დღეს ჩვენი ქვეყანა არ არის იმ პოზიციაში და არც იმ დონის ლიდერები არ გვყავს, როგორც დავით აღმაშენებელი იყო, რომ აი ეს ყველაფერი სწორად წარმართო. ამიტომაც ძალიან სახიფათოა. საინტერესო აქცენტები გააკეთეთ ძალიან ნიკა. პირველ რიგში ავტორიტარიზმი სწორედ იმაზე მეტყველებს, რომ სამოქალაქო საზოგადოება არ ყავს ქვეყანას. შეიძლება როგორც აღნიშნეთ, შეიძლება პროცესები მიმდინარეობდეს უმტკივნეულად და მათ შორის იყოს დოვლათიც თუნდაც შექმნილი უსაფრთხო გარემო ქვეყანაში, მაგრამ ეს იყოს ავტორიტარიზმის სახელით, იმიტომ რომ არის ძლიერი ერთპარტიული მმართველობა, ძლიერი ან შეიძლება იყოს ავტორიტეტებზე დაფუძნებული. ავტორიტარიზმი სწორედ ის არის, როდესაც სამოქალაქო აქტივისტები არ გვყავს. თუმცა ვერ ვიტყვით, რომ საქართველოში არ არსებობს სამოქალაქო აქტივიზმი, არ გვყავს სამოქალაქო საზოგადოება. სახელმწიფო უხშობს მათ ხმას გარკვეული შეზღუდვებით. მოდი მაგასაც ახლა ცალკე ვიტყვი ამას. რომ ანუ ზოგადად მოდი ხარისხს დავაკვირდეთ სამოქალაქო აქტივიზმისას და თემებს. კი ითხოვენ თავისუფლებას. მაგრამ ეს თავისუფლება რაში უნდა გამოვიყენოთ, ხო? რისთვის გვინდა? ზოგადად ეს ორბანაკა თუ არის გაყოფილი, ზოგი ამბობს, რომ ჩვენ ევროპა მოგვივლის, მეორე ამბობს, რომ ევროპა არ მოგვივლის. რატო დადგა საკითხი ისე, რომ ჩვენ ქვეყანას ვიღაც ხომ უნდა მოუაროს და ჩვენ აქ ვიცხოვროთ, ხო? ანუ ეს ჩვეულებრივი მოვლენაა, როდესაც შენ სხვაზე ხარ მიკიდლებული, მისი გავლენები რომ შენ ქვეყანაში იქნება, ეს გასაკვირი საერთოდ არ არის. ანუ ჩვეულებრივი ამბავია, ის შენ გაძლევს ფულს, გაარსებებს და თუ გინდა ეს ფული, შენ უნდა შეასრულო ის, რასაც ის გეუბნება, ხო? ჩვეულებრივი ამბავია. ჩვენ საკითხი დავაყენეთ არასწორად რა. ჩვენი პოლიტიკური აქტივისტები რო საუბრობდნენ იმაზე, რომ მოდი თავისუფლების დონე გავზარდოთ. ჩვენ სოციალურად დაუცველი ქვეყანა კი არ შევქმნათ, ჩვენ შევქმნათ ძლიერი სახელმწიფო, რომელსაც სიტყვა ეთქმის მსოფლიოში. და საქართველო არ არის ისეთი ქვეყანა, რომელსაც არ ეთქმის სიტყვა. აი ახლა მაგალითად ძალიან საინტერესო პროცესი მიმდინარეობს, ცოტა ხნის წინ იყო შეხვედრა ტრამპის აღმოსავლეთის ქვეყნებთან, C5+1 ფორმატით თუ გაგიგიათ. ანუ ეს არის ძალიან დიდი ეკონომიკური გაერთიანება და ფაქტობრივად ამით ამერიკა ითვისებს აზიას, ხო? და ამ შემთხვევაში რჩება ორი გზა. ერთია ზანგეზურის დერეფანი, სომხეთის კუდი, ასე რომ ვთქვათ, და მეორე საქართველო. ჩვენ დღეს უნდა ვიბრძოდეთ იმისთვის, რომ აი ამ გზებმა გაიაროს ჩვენ ტერიტორიაზე. და ზოგადად სავაჭრო გზები საქართველოსთვის არ არის უცხო,
და ყოველთვის საქართველო იყო სატრანზიტო ქვეყანა. ისტორიულად ვახტანგ გორგასალმაც კი ახალი გზები გაჭრა, როდესაც ძველი ეგრეთ წოდებული თორის გზა ყინვისგან ჩაიგედა. ამის შემდეგ ძალიან ბევრი მეფე იყო ისეთი, ვინც გზები გაჭრა, იმისთვის რომ ტვირთს გაევლო საქართველოზე. და დღეს ჩვენ აი ამ შანსებს ვანიავებთ. დღეს იმის მაგივრად, რომ ერთმანეთს ვეკიშპებოდეთ აქ, ოპოზიციას და პოზიციას გაერთიანებული უნდა იყოს იმისთვის, რომ როგორმე საქართველოს მოიპოვოს აი ეს დიდი საჩუქარი, ასე რომ ვთქვათ, რომ აი ამ ტვირთმა გაიაროს ნახევარმა მაინც საქართველოზე. იმიტომ რომ ეს არის ისეთი ინვესტიცია და ისეთი შემოსავლის წყარო, რომ არანაირ სხვის ინტერესებს არ ატარებს შენ. შენ პირიქით ხდები ის, ვიზეც დამოკიდებულები ხდებიან. და ჩვენ უნდა ვეცადოთ, რომ ეს ასეთი ქვეყანა ავაშენოთ. და ამის შემდეგ უკვე დემოკრატიზაცია მოვა თავისით, ოღონდ თავისით კი არ გაჩნდება. ჩვენ უნდა ვიმუშაოთ დემოკრატიული კულტურის შექმნაზე. დღეს დემოკრატია მარტო გონიათ ის, რომ წავიდნენ და ვიღაცა აირჩიონ. გადააბარონ ხელისუფლება 4 წლით და შემდეგ ყურადღება აღარ მივახციოთ. და ეს გასაკვირი არც არის, რომ ქართული ოცნება, ნაციონალური მოძრაობა ბოლო პერიოდში ასე იქცეოდა. ჩვენ უნდა შევქმნათ დემოკრატიული კულტურა და უნდა გავამძაფროთ საკუთრების შეგრძნება. ყველა ვარიანტში ქართველ ადამიანს უნდა კონდეს საკუთრება, რისი დაცვაც მოუნდება და ამის შემდეგ მისი სტიმული უფრო მეტი იქნება, რომ ჩაერთოს დემოკრატიულ პროცესებში. წარმოიდგინეთ ახლა თქვენ, რომ ხართ დიდი მიწების მესაკუთრე. ანუ რომლებიც დღეს სახელმწიფოს ბალანსია, ხო? ხართ ამ მიწების მესაკუთრე, არ ჩაერევით დემოკრატიულ პროცესებში? პირიქით მათ შეიძლება დაგიწესონ რაღაც მშენებლობის აკრძალვა ან რაღაც ეგეთი, ან გითხრან რომ მარტო სახელმწიფოსთან უნდა გამოიყენო ეს მიწა, ხო? არა, გავერთიანდებით ჩვენ ხალხი, ვისიც არის ეს მიწა, გარშემო შევიკრიბებით, წავალთ თავრობას დაველაპარაკებით, ასე შემდეგ და ასე შემდეგ. დემოკრატია არ არის ბავშვების თამაში. დემოკრატია არის რეალური პოლიტიკა, რასაც ჭირდება კულტურა და განათლება. და ჩვენ ამის შექმნაზე უნდა ვიმუშაოთ. და არა იმაზე, რომ რომელიმე მხარეს მივეკედლოთ. როგორ წარმოგიდგენიათ პოლიტიკური პროცესების მშენებლობა პოლიტიკოსების გარეშე. ჩვენ საუბრობთ ახლა, როგორ უნდა მართოთ სახელმწიფო, მაგრამ მოდით აქვე დავაკონკრეტოთ. ჩვენ დღეს ვართ ბოიკოტის რეჟიმში. ჩვენ არ გვყავს ხელისუფლება, რომელიც ავირჩიათ. ჩვენ გვყავს თვით დასმული, თვით გამოცხადებული პარტია, რომელმაც თავის თავს უწოდა, რომ ის არის ხელისუფალი. როგორ ხედავთ ამ პროცესების განვითარებას ამ ფონზე, რომ გადმოვიტანოთ სიმძიმის წერტილი საქართველოზე? ხო, პირველ რიგში, მე მაგალითად აქტიურად დავდიოდი აქციებზე და გეტყვით, რატო აღარ დავდიოდი ახლა. იმიტომ რომ ჩემთვის აზრი დაიკარგა ზოგადად, რას ემსახურება ეს აქციები, მე ვეღარ ხვდები. იმიტომ რომ კი თავისუფლება გვინდა, ხელისუფლების ცვლილება გვინდა, მაგრამ როგორ და რანაირად, ამაზე არავის არ უფიქრია ჯერ. ის ხალხი, ვინც ჩვენ მთავრობაში უნდა მოვიყვანოთ, მათ აქციაზე არ უშვებთ. არ მოგწონს ეს ხალხი და ჩვენ აქციაზე არ უშვებთ და ქვეყანა უნდა ჩავაბაროთ. ანუ დარწმუნებულები ვართ, რომ ქართულ ოცნებაზე უკეთესები იქნებიან ისინი. პირიქით, ჩვენ ხალხის მთავარი ძალაუფლება რა არის? ეს არის მოთხოვნის დაყენება. ასე ვთქვათ, კუმულაცია რაღაცა მოთხოვნის, რომელიც აერთიანებს ძალიან ბევრ ადამიანს. ეს ადამიანი უნდა იყოს მინიმუმ ადამიანები უნდა შეადგენდნენ მინიმუმ ქვეყნის მესამედს მაინც, რომ რაღაც წონა ქონდეთ. და ისევ გამეორდები და ვიტყვი, რომ ჩვენ არ ჩამოგვიყალიბებია ის ხედვა, რა გვინდა. ხელისუფლების ცვლილება ეს არ არის მოთხოვნა. ეს არის რაღაც სურვილი, რაც არსაით არ მიდის. იმიტომ რომ ხელისუფლება ნაციონალების დროსაც შეიცვალა. მოხდა რამე უკეთესობა? არაფერი, ხო? ამიტომაც მოთხოვნა უნდა გავაერთიანოთ, ხალხმა უნდა იცოდეს რა არის პოლიტიკა ზოგადად. დღეს ქართველებმა არ იციან პოლიტიკა. დემოკრატიაზე ხო საერთოდ საუბარი არ არის. დემოკრატიულობა არც უნდათ. დღეს ქართველებს უნდათ, რა ვიცი, როგორ თქვა, აი ციხე, ოღონდაც კომფორტული, სადაც შხაპის მიღების უფლება ექნებათ, კარგ საჭმელს შეჭამენ და ასე შემდეგ. მაგრამ ეს არ არის ადამიანი ამისთვის მოწოდებული. ღმერთმა იმისთვის გააჩინა ადამიანი, რომ ქვეყანაზე თავისუფალი ნებით გამოირჩეოდეს, თავისუფალი ნება განახორციელოს, ძალაუფლება უნდა დააგროვოს და მერე მის ნებას ხორცი უნდა შეასხას, ხო? და დღეს ადამიანებმა ეს დაივიწყეს. ჩვენ უბრალოდ გვინდა, რომ ვიღაცას მივენდოთ და იმან გააკეთოს ჩვენი საქმე და ჩვენ გასაკეთებელ საქმეს არავინ არ გააკეთებს. ძალიან კარგ პროცესებს შევეხეთ. მოდით დავბრუნდეთ ისტორიაში უკან, არც თუ ისე შორეულ წარსულში და შევეხოთ ზვიად გამსახურდიას დროინდელ ხელისუფლებას.
ეს არის პროცესი, როდესაც პირველად ჩატარდა რეფერენდუმი საქართველოში და დაახლოებით 90%-მდე ხმით საქართველოს რესპუბლიკა გამოცხადდა. მოვიპოვეთ დამოუკიდებლობა და საქართველო როგორც რესპუბლიკა, როგორც დამოუკიდებელი ერთეული შევდივართ საერთაშორისო ასპარეზზე. თუმცა ეს იყო ძალიან მტკივნეული პროცესი. ეს იყო რთული, რადგან ჩვენ არ გვქონდა გამოცდილება, ვიყავით იმ პროცესში, როდესაც თავისუფლებასთან ერთად უნდა მოგვეპოვებინა ასევე სამართლიანობა, უნდა განვითარებულიყავით რამდენიმე ფლანგზე და მოხდა პუტჩი. სახელმწიფო გადატრიალება და ამის შემდეგ ჩვენ ვკარგავთ ფაქტობრივად არა მხოლოდ დემოკრატიას, არამედ თავისუფლებისა და მონობის ზღვარზე გავდივართ. რა შეგიძლიათ ამასთან დაკავშირებით რომ გითხრათ და ამ პროცესებს, რომელიც დღეს მიმდინარეობს, თუ შეგიძლიათ პარალელები გაგვივლოთ? აი, ზუსტად, კანონიერი ხელისუფლების გადაგდების შემდეგ დაიწყო ის პრობლემები, რასაც მე ვისაუბრე. ეს არის ვის მივეკეთლოთ. ვინ გვიშველის და ვინ მოგვივლის, ვინ მოგვეფერება და ანუ საერთაშორისო სტრუქტურა ისე არ არის მოწყობილი, რომ ვინმე მაგეფეროს, ყველა სათავისით გამოყენებაზეა გადასული. არც ევროპა არ არის სხვათა შორის თლად რაღაც კეთილი ბაბუა, რომ კამფეტები მოქცეს რა. ევროპასაც სათავისო ჭირდები და ეს უნდა გავიაზროთ. ეს ცუდი არ არის, რომ სათავისო ჭირდები. უბრალოდ იმის მოთხოვნილებები შენსაც უნდა მოარგო და საშენოდ უნდა გამოიყენო. რა იყო უშუალოდ კოალიცია მრგვალი მაგიდის პოლიტიკა, ხო? გაეძლიერებინა ეროვნული იდენტობა. რა თქმა უნდა, შეცდომები დაუშვეს. შეცდომებს ყველა უშვებს. ეს პრობლემა არ არის. უბრალოდ მოხდა ისეთი რაღაცა, რასაც ვერავინ ვერ შემედავება, რომ ეს პუტჩიც იყო რუსული ინტერვენცია საქართველოში. ჩვეულებრივად. შევარდნაძე ვინ იყო? მიუხედავად იმისა, რომ შევარდნაძისადმი მე პირადი სიმპათიები მაქვს, იმიტომ რომ ძლიერი პოლიტიკოსი იყო. თვითონ რუსეთის და საქართველოს პრეზიდენტობის დროსაც. მაგრამ მე ვერავინ ვერ დამაჯერებს იმას, რომ შევარდნაძეს თავისით მოვიდა აზრად, რომ აი მე ქვეყანა ხელში უნდა ჩავიგდო ახლა და ბატონი ზვიადი ცუდად მართავს ქვეყანას და მე უნდა მართო. ანუ ეს იყო ჩვეულებრივი დაგეგმილი ოპერაცია, ხო? ამის შემდეგ უკვე შევარდნაძემ როგორც კი ცოტა თავისუფლება მოიპოვა რუსეთისგან, იწყება აი ასეთი რაღაც, რასაც ქვია ჰეჯინგი, ანუ ერთ მხარესთანაც დავლაგდეთ და მეორე მხარესთანაც დავლაგდეთ. ჩვენ კურსი არ აგვირჩევია. აი ამ შემთხვევაში ჩვენ გვაჯობეს ბალტიისპირა ქვეყნებმა ძალიან საგრძნობად გვაჯობეს თან. მათ სამართალ მემკვიდრეობაზე და იქ რუსეთის საბჭოთა კავშირის მემკვიდრეობიდან სარგებლის მიღებაზე ფაქტობრივად უარი თქვეს. თავიდანვე განაცხადეს ის, რომ ჩვენ აღარ გვინდა რუსეთი. ჩვენ ვართ ევროპული სახელმწიფოები და ჩვენ გვინდა ევროპაში. და დღეს სად მოვიდა ბალტიისპირა ქვეყნები, ხო? ანუ ესტონეთი არის ქვეყანა, რომელიც კიბერუსაფრთხოებას უზრუნველყოფს, ნატოს კიბერუსაფრთხოებას უზრუნველყოფს. წარმოგიდგენიათ, ანუ ესტონეთი თითქმის ჩვენ ხელა ქვეყანაა, პატარა ქვეყანაა, არაფერს არ წარმოადგენს მსოფლიოში, ვითომ რომ შეხედო. მაგრამ შეძლო იმდენი, რომ ნატოს კიბერუსაფრთხოებას კურირებს დღეს. ლიტვა-ლატვიაც ეკონომიკური აღმავლობა აქვთ. ანუ ძალიან ბევრს მიაღწიეს ამ ქვეყნებმა. მაგრამ ჩვენ დავიწყეთ ის, რომ არ გვინდოდა მაგალითად ანაბრების დაკარგვა, არ გვინდოდა რაღაცების კიდევ ხელიდან გაშვება რა, რაც მაინც ვერ მივიღეთ. და საბოლოო ჯამში დავრჩა არასტაბილური ურთიერთობა რუსეთთანაც, ევროპასთანაც, ვერ გავიგეთ დღესაც საით ვართ. საბოლოო ჯამში ისევ დაიწონა ვთამაშობთ რა. ეს ძალიან ცუდი რაღაცაა. საინტერესო, რადგან სახელმწიფო სტრუქტურა ფაქტობრივად ნულიდან იქმნებოდა და არ დაგვრცელდა. თუმცა დღევანდელ მდგომარეობით კანონიერი ხელისუფლება ისევ არსებობს. რა თქმა უნდა, მათ არ აქვთ დაკარგული თავიანთი ფუნქციები, მაგრამ იქმნება ისეთი სიტუაცია, რომ დგება დღის წესრიგში გარემოება, სადაც გვჭირდება ორ ხელისუფლებიანობა, რადგან ეგრეთ წოდებული, როგორც თქვი, თვითგამოცხადებული პარტია გვიზის სახელმწიფოს სათავეში და არ აძლევს კანონიერ ხელისუფლებას მუშაობის საშუალებას. აქვე დავამატებ, რომ თუ კი ჩვენ დავბრუნდებით წარსულში, არც თუ ისე შორეულ წარსულში და აღვადგენთ სამართლიანობას, რა ბენეფიტი იქნება ეს საქართველოსთვის და თქვენ როგორ ფიქრობთ, რა შედეგამდე მიგვიყვანს? იქნება თუ არა ეს გამოსავალი? პირველ რიგში ამ შემთხვევაში პროგნოზებს მარტო სულელები აკეთებენ ალბათ, იმიტომ რომ თითქმის შეუძლებელია რა მოხდება, მე არ ვარ ელეგაკულია და ვერ გეტყვით.
მე შემიძლია ვთქვა რამდენიმე ვარიანტი, როგორ შეიძლება განვითარდეს ეს ყველაფერი. პირველ რიგში დგას ლეგიტიმაციის საკითხი. დღეს საქართველოში განსაკუთრებით ახალგაზრდობას არც ახსოვს, რომ ეს მთავრობა არსებობს და რეალურად იურიდიულად ეს მთავრობა არასდროს არ წასულა. უბრალოდ გადაატრიალეს და ხელისუფლებას ვეღარ ახორციელებენ, ასე რომ ვთქვათ, დღემდე. რასაც ქვია, მე იურისტი არა ვარ, მაგრამ ასე მგონია, რომ იურიდიულად ყველაფერი წესრიგშია. მაგრამ აქ შემოდის უკვე მეორე ვარიანტი რა. გასულია 30 წელიწადი. და ხალხს თითქმის არ გახსენებია ეროვნული მთავრობა. რაც ძალიან ცუდია თავისთავად. მაგრამ ეს ფაქტია, ხო? ჩვენ თუ გვინდა რომ დავაბრუნოთ ის ხელისუფლება, ამ შემთხვევაში ჩვენ ამას ლეგიტიმაცია უნდა შევძინოთ, აი იმ ხალხს, რას აკეთებდნენ და მათგან ცალკე ძალიან დიდი ნაწილი უკვე ცოცხალი აღარც არის. ამიტომაც ჩემი აზრით საუკეთესო ვარიანტი იქნება ის, რომ აი ამ ადამიანების ნდობით აღჭურვილი ახალგაზრდები უნდა დასაქმდნენ ეროვნულ მთავრობაში. ლეგიტიმურ მთავრობაში, ასე რომ ვთქვათ. ამის შემდეგ უნდა დაიწყოს სერიოზული მუშაობა იმ პოლიტიკაზე, რაც უნდა გატარდეს. იმიტომ რომ всё მე ხელისუფლება გამოვაცხადე, მოვედი და მე ვარ ლეგიტიმური, ასე არ ხდება, ხო, რა თქმა უნდა. რაც შეეხება უკვე ორ ხელისუფლებიანობას, ჩემი აზრით, ორ ხელისუფლებიანობა დიდხანს ვერ გასტანს, იმიტომ რომ თუ საკმარისი ლეგიტიმაცია ექნება ეროვნულ მთავრობას, რა თქმა უნდა, ქართული ოცნება ვეღარ დარჩება იქ, სადაც არის, ხო? მაგრამ ამის გაკეთება ძალიან რთული იქნება და არსებობს რისკი იმისიც, რომ ისევ იმ დროში დაუბრუნდეთ, რასაც ქვია ბნელი 90-იანები, რაც არავის არ აწყობს. ამიტომაც ძალიან ბევრია საფიქრალი ამაზე, ჭკვიანად უნდა გადავდგათ ნაბიჯები და რა თქმა უნდა, წინ დახედულად, ანუ უბრალოდ არაფერი არ უნდა ვაკეთოთ. გასაგებია თქვენი აზრი, ესე იგი რომ შევჯერდეთ, ვთვლით რომ კანონიერი ხელისუფლება არის ის შანსი, რომ ქუჩის აქციებმა და პროტესტმა გადაინაცვლოს უკვე და მიიღოს ოფიციალური სახე, ლეგიტიმაცია მიიღოს, ასე რომ ვთქვათ. მისცეს ამ ხალხს იმის საშუალება, რომ დაწყებული საქმე მივიყვანოთ ბოლომდე, ნამდვილად განსაზღვროთ პოლიტიკური კურსი და მომდევნო შეცდომა არ დავუშვათ, რადგან ეს შესაძლოა იყოს ბოლო შანსი საქართველოსთვის, რომ ავირჩიოთ ევროპული კურსი და ჩამოვშორდეთ რუსეთს. მე ამ თემაზე ბევრს ვერაფერს ვერ დავამატებ. უბრალოდ გამომჩნია ერთი ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი, რაც არის მედია. ანუ მედია არის დემოკრატიული სამყაროს განუყოფელი ნაწილი. ჩვენ კიდევ ისმენთ იმას, რომ ანუ დასავლურმა მედიამ ასე თქვა, ჩვენ დასავლური მედია უნდა გავხდეთ, ან რაღაც ეგეთი. მეგობრებო, დაიმახსოვრეთ, რომ არ არსებობს დასავლური მედია, როგორც ერთად აღებული. დასავლური მედია ყველაზე ვიწრო შემთხვევაში იყოფა სამ ნაწილად. საუკეთესო ვარიანტი, რასაც ჩვენ საუკეთესო მოდელად მოყავს ხოლმე, ეს არის ძირითადად ლიბერალური მედია, სადაც არსებობს პლურალიზმი. საუბრობენ ყველაზე და ყველაფერზე. არ არის სიტყვის თავისუფლება, უბრალოდ არის მაღალი ხარისხით სიტყვის თავისუფლება. ამიტომაც ჩვენ როდესაც ვიტყვით რა არის დასავლური მედია და როგორი გვინდა ვიყოთ, პირველ რიგში უნდა მოვიაზროთ ის, რომ ჩვენ გვინდა სიტყვის თავისუფლება. ჩვენ ქართული ოცნების წევრი კი არ უნდა გავრიყოთ და კი არ უნდა წევრი რა მხარდამჭერი, კი არ უნდა გავრიყოთ და დავჩაგროთ. პირიქით უნდა მოусმინოთ. პირველ რიგში გავიგოთ მისი აზროვნების ლოგიკა საით მიდის და ამის შემდეგ უნდა გავაგრედიკოთ. და დღეს ასე არ ხდება. ეგ როგორც აქამდე თქვი ძალიან დიდი პრობლემაა. ისევ და ისევ მივდივართ დემოკრატიასთან, რომ ჩვენ ჯერ არ გვაქვს შემუშავებული კულტურა, როგორ ვიქცეთ დემოკრატიულ სახელმწიფოდ. ჩვენი საუბრიდან გამომდინარე, უკვე ლოგიკურ დასასრულამდეც წავიდეთ. მადლობა პირველ რიგში საინტერესო აზრების გაზიარებისთვის. მადლობა თქვენ. მადლობა მოსვლისთვის. შექმნილი ვითარებიდან გამოსავალი, როგორც შევაჯერეთ, არის ერთადერთი მოლაპარაკება ნამდვილად დემოკრატიული და არა პირადულ ინტერესებზე დაფუძნებული და პროცესი უნდა გაგრძელდეს იმ ეტაპიდან, სადაც მოხდა უკვე სახელმწიფო გადატრიალება და ეს არის ლოგიკური. მივცეთ უნდა შანსი საკუთარ თავს, რომ გამოვიდეთ ამ პროცესიდან, ავირჩიოთ
პოლიტიკური კურსი, გჭირდება ევროკავშირი, გჭირდება რუსეთი, არ არსებობს აბსოლუტურად იზოლირებული სახელმწიფო. მოდი აქ ვუპასუხოთ იმ გავრცელებულ აზრს, რომ არც ევროპა მინდა, არც რუსეთი მინდა, მე ვიქნები ჩემთვის. პირველ რიგში დავამსხვრიოთ ეს სტერეოტიპი, რომ შეუძლებელი არის მსგავსი რამ, ვინაიდან ჩვენ ვართ პატარა სახელმწიფო, ფაქტობრივად განადგურებული გვაქვს ეკონომიკა. დამოკიდებული ვართ ყოველთვის მესამე ძალაზე და ჩვენ უნდა ავირჩიოთ, ვინ იქნება ჩვენი მეგობარი. შესაბამისად, მეგობარს ვირჩევთ არა ძალის მიხედვით, არამედ მორალის მიხედვით და უკვე ძალიან ძალაც მნიშვნელოვანია ამ შემთხვევაში და ჩვენ ვისაც ვირჩევთ არიან უძლური ხალხი. რა თქმა უნდა, უძლური ხალხი არ არიან, ასევე დავამსხვრიოთ ის მითიც, რომ რუსეთი გვერდით გვყავს და ევროპა გვიშველის, სწორედ იმიტომ, რომ რუსეთი გვერდით გვყავს, რომელიც არის აბსოლუტურად ტერორისტული სახელმწიფო, რომელიც გვებრძვის ჩუმად თუ ღიად საუკუნეების განმავლობაში და ბოლო 35 წელია არსებული ხელისუფლებები, რომელიც ჩვენ გვყავდა პუტჩის შემდეგ, ყველა იყო რუსული პროექტი და მივიყვანთ პროცესებს იქამდე, თუნდაც გაუაზრებლად შეიძლება ჩვენი კეთილინებით ისევ მოვიყვანოთ ის ძალა, რომელსაც რუსეთი მარტივად ჩასჭიდებს ხელს და სამუდამოდ ჩამოგვაშორებს დემოკრატიულ პროცესებს, თორემ ვისაუბრეთ უკვე როგორი რთულია განვასხვაოთ რა არის დემოკრატია და რა არის ავტოკრატია. შესაძლებელი არის, რომ ჩვენი ძალა სწორედ ის არის, ახლა ამ ეტაპზე ვიცით რა პროცესში ვიმყოფებით. როცა უკვე დავკარგავთ გააზრების უნარს, შესაძლებელია სამუდამოდ დავკარგოთ გადარჩენის შანსი. ჩვენი საუბრიდან გამომდინარე, დასასრულს რა იმას ხომ არ დაამატებდით? მე დავამატებდი იმას, რომ ხალხმა უნდა ისწავლოს საკუთრების შეგრძნება. ქვეყანა არის ჩვენი საკუთრება, არც ერთი პოლიტიკოსის. პოლიტიკოსი არის დაქირავებული ადამიანი, ვინც აკეთებს ჩვენს საქმეს. ამიტომაც უნდა ანგარიშვალდებულები იყვნენ ჩვენთან. ქვეყანა არის ჩვენი და არა სხვისი. მადლობა ნიკა. მადლობა თქვენ.